თავი მე-40. ასე უთხრა უფალმა მოსეს. პირველი თვის პირველ დღეს აღმართეს სავანეს სადღესასწაულო კარავი. დადგი იქ მოწმობის კიდობანი და მოაფარე კრეცაბმელი კიდობანს. შეიტანე ტაფლა და დააწყვე მასე, რაც დასაწყობია. შეიტანე სასანთლე და აანთე ლამპრები. დადგი ოქროს სამსხვერპლოს საკმევლისთვის მოწმობის კიდობნის წინ და ფარდა ჩამოაფარე კარვის შესასვლელს. დადგი სამსხვერპლო აღსავლენისთვის სავანის სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან. დადგი საბანელი სადღესასწაულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის და ჩაასხიში წყალი. მოაწყვე გარშემო ეზო და ჩამოკიდე ფარდა ეზოს ჭიშკართან. აიღე მირონი და სცხე სავანეს და ყველაფერს, რაც მასშია. განათლე მთელი მისი ჭურჭელი და წმიდა იქნება. სცხე აღსავლენის სამსხვერპლოს და მთელს მის ჭურჭელს. განათლე სამსხვერპლო და წმიდათა წმიდა იქნება სამსხვერპლო. სცხე საბანელს და მის კვარცხლბეკს და განათლე იგი. მიიყვანე არონი და მისი შვილები სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და წყლით განბანე. შემოსი არონი წმიდა შესამოსელით, სცხემას და განათლე იგი, რომ მღვდლობა გამიწიოს მე. მისი შვილებიც მიიყვანე და შემოსე ისინი კვართით. სცხემად, როგორც მათ მამას სცხე, რომ მღვდლობა გამიწიონ მე, და ამ მირონცხებამ სამარადისო მღვდლობა მიანიჭოს მათ თაობიდან თაობაში. ყველაფერი გააკეთა მოსემ, რაც ნაბრძანები ქონდა მისთვის უფალს. ასე გააკეთა. მეორე წლის პირველ თვის პირველში აღიმართა სავანე. აღმართა მოსემ სავანე, დადგა მისი ფეხები, განალაგა ძელები, დაამაგრა ლარტყები და აღმართა სვეტები. გადაფინა გადასაფარებელი სავანეზე და გაუკეთა მათ სახურავი ზემოდან, როგორც ნაბრძანები ქონდა მოსესთვის უფალს. აიღო მოწმობა და ჩადო კიდობანში. გაუყარა კეტები კიდობნის რგოლებში და თავი დაახურა კიდობანს. შეიტანა კიდობანის სავანეში, ჩამოკიდა კრეცაბმელი და დაფარა მოწმობის კიდობანი, როგორც ნაბრძანები ქონდა მოსესთვის უფალს. დადგა ტაბლა სადღესასწაულო კარავში, სავანის ჩრდილო მხარეს ფარდის გარეთ. დააწყო მასზე პური უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ქონდა მოსესთვის უფალს. დადგა სასანთლე სადღესასწაულო კარავში ტაბლის პირდაპირ, სავანის სამხრეთ მხარეს. აანთო ლამპრები უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ქონდა მოსესთვის უფალს. დადგა ოქროს სამსხვერპლო სადღესასწაულო კარავში ფარდის წინ. აკმია მასზე სურნელოვანი საკმეველი, როგორც ნაბრძანები ქონდა მოსესთვის უფალს. ჩამოკიდა ჩამოსაფარებელი სავანის შესასვლელთან. აღსავლენის სამსხვერპლო დადგა სავანის სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან. შესწირა მასზე აღსავლენი მსხვერპლი და პურის შესაწირავი, როგორც ნაბრძანები ქონდა მოსესთვის უფალს. დადგა საბანელი სადღესასწაულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის და ჩაასხაში განსაბანელი წყალი. განიბანდნენ აქ მოსე, აარონი და მისი შვილები ხელებსა და ფეხებს. როცა შევიდოდნენ სადღესასწაულო კარავში და მიუახლოვდებოდნენ სამსხვერპლოს, განიბანდნენ, როგორც ნაბრძანები ქონდა მოსესთვის უფალს. მოაწყო ეზო სავანისა და სამსხვერპლოს ირგვლივ და ჩამოკიდა ფარდა, ეზოს ჭიშკარში და დაასრულა მოსემ სამუშაო. დაფარა ღრუბელმა სადღესასწაულო კარავი და უფლის დიდებამ აავსო სავანე. ვერ შევიდა მოსე სადღესასწაულო კარავში, რადგან ღრუბელი იყო მასზე დავანებული და უფლის დიდებას აევსო სავანე. როცა ასცილდებოდა ღრუბელი სავანეს, მაშინ დაიძრებოდნენ ხოლმე ისრაელიანები სამგზავროდ. თუ არ ასცილდებოდა ღრუბელი, არ დაიძრებოდნენ, ვიდრე არ ასცილდებოდა. რადგან უფლის ღრუბელი ადგა სავანეს დღისით, ღამღამობით კი ცეცხლი ჩანდა შიგ მთელი ისრაელის სახლის თვალწინ, მთელს მათ გზაზე.